იცით რა არის ფანჯარა პერიოდი? ფანჯარა პერიოდი ეს არის დროის მონაკვეთი. ინფიცირების მომენტიდან ტესტირების შედეგად მისი გამოვლენის შესაძლებლობამდე. არსებობს განსხვავებულ მეთოდებზე დაფუძნებული სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევა. თუმცა მათ შორის ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი, სწრაფი და მარტივი, სისხლის ან ნერწყვის ნიმუში HIV ინფექციის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენის ტესტირებაა. ორგანიზმში შეჭრის შემდგომ ადამიანის იმუნური უჯრედები იწყებენ ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას. ანტისხეულების კონცენტრაცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ ისინი ადამიანის სისხლის ან ნერწყვის ნიმუში, საშუალოდ გამომუშავდება 12 კვირაში, ანუ დაახლოებით 90 დღეში. აღნიშნული დროის გასვლამდე მაღალია არასწორი შედეგის მიღების ალბათობა. Self-Test G. მიიღე უფასო კონსულტაცია და ჩაიტარე სწრაფი, მარტივი ტესტირება HIV ინფექციაზე. იყავი ინფორმირებული, იყავი დაცული. გახსოვდეს, მხარდაჭერა ახლოსაა.